მივიქციე შენი ყურადღება. ყურადღება მიიქციეთ კი არა, გადავრთე უკვე. ძალიან კრეატიულები ხართ მოკლედ რა. დათო, სესხი კი არა, შენ ჯერ კიდე ის როდის მიიქციე ყურადღება? აი შენ, სტეფანე და კიდე ორი voice-ის ჟიური რომ ხედავთ. I remember man, I remember my man. This song. It's make me crazy. It's make me crazy. აი მაშინ მიიქციეთ რა. არ ვიცი ხა აი თქვენი კრეატიული ტვინი შემდეგს რას მოიფიქსებს და კიდე რითი მიიქცევს ყურადღებას. აი მაგალითად დათო რო გამოდის ძალიან დიდი ორგიიდან და მივიქციე შენი ყურადღება და რომ ღერის. შენ რა სესხი ხარ? აჰა. მე ისევ რეკლამებზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამოუწურავი თემა და წინაზე ვერ ამოვიღე კარგად და ეხა მინდა რომ გავაგრძელო ეს თემა. მაგალითად, სესხის სრულად დაფარვა გიწევთ? ნუ ინერვიულებთ. რას ქვია ნუ ინერვიულებთ? ანუ სესხი კი არა, თქვენ მოსაწევს ხო არ ყიდით? მითხარი სად ჩავრიცხო და მითხარი რომელ პადიესში და ამ მიკროსაფინანსოებს ბორდელებმაც უნდა მიბაძოთ და პირველი სექსი უნდა გქონდეთ უფასო. ნუ, იმიტომ რომ ერთი სტრუქტურა ხართ თქვენ მაინც, რა ვიცი. ერთი ხარ. მაგალითად, სწრაფი სექსი. ან სექს დრაივი მოვაყენა მანქანა, წავიდა. ან თუ ვინმეს რაღაცა ისეთი კომპლექსიანი ან პრობლემა აქვს ან რაღაცა ამოღების სამსახურის ბიჭები უნდა ეხმარებოდნენ. ნუ ძალა ერთობაში და ჯობია რომ გაერთიანდეთ რა. სიმღერაც შეგიძლიათ ესეთი, ანუ თან სარეკლამო სიმღერა, მაგალითად თუ გინდა სექსი საბუდარაში 1 საათით დამაქალებზე საკომისიოს არ გადაიხდით. ნუ ეს ცნობილი ბენდი იცით ალბათ, ხო? ამათმა ჩაწერეს ახალი სიმღერა რა, კლიპიც გადაიღეს ბაკურიანში, იქ რაღაცა. და ანუ ერთი ხო ქონდათ სინგლი, ეხა ალბომზე მუშაობენ, უკვე მეორე აქვთ და ცოტა ხანში არ გაგვირდეთ რადიოებში ესეთ თხოვნები თუ იქნება, თუ შეიძლება ზეთის ნებისმიერი გაუშვით. ნუ ბაკურიანში გადაიღეს, სხვა რეგიონებში შეგიძლიათ. მაგალითად, ბათუმში აიღეს სესხი შენ ბათუმში. ან სესხების გადმოსახედო, კახეთო ჩემო. კახეთში შეგიძლია. ვაფშე მე მგონი ევროვიზიაზე უნდა გაგვეშვა ესენი რა. ნუ თუ ვერ მოვიგებდით კრედიტს ხომ აი შეტენიდან ინვეს. კიდე არის ესეთი რეკლამა, საახალწლოდ იყო უბრალოდ, თუ გოჭუნა შენი ოჯახის ნებიერად წევრი გახდა, სესხი კი არა ძმაო, აღარ დაამატო. აღარ ჩაყარო. საკმარისია, კარგად ხარ უკვე რა. ანუ წვრილმანდებიან ძალიან რა. შეგიძლიათ კიდე უფრო დაწვრილმანდეთ. მაგალითად, ლიფტში შეხვედით, ჯიბეები მოიჭხრიკეთ და ხუთთეთრიანი არა გაქვთ? აიღეთ სესხი ხუთთეთრიანები. კორპორატიული წვეულებისთვის დათვის ფორმა იყიდეთ. შენ ძმაო, წეღან ხო გითხარი, არ დაამატებთ. არ მიჯერებ ხო მაინც გადაეკიდა მცხოველებს, რა ვიცი. მოკლედ ეს მიკროსაფინანსოებს ცოტა ხანი გავეშვათ და აი ბილბორდებზე არის ძალიან ისეთი რეკლამები რა. ეხა ბოლოს ხშირად რაც ხდება არის სიგარეტის რეკლამა, გახდი ლეგენდარული ისტორიის ნაწილი. ანუ მალე მოკვდები, მაგრამ ისტორიაში შეხვალ როგორც ლეგენდა რა, ისეთ სიგარეტია რა. ბარემ დააწერეთ ჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, აკლემი მენთოლიანი. რა ვიცი. კიდე შევხვდა ესეთი ბილბორდი, ორცხობილას რეკლამა არის და ესეთი სლოგანი აქვს. ორცხობილა რაღაცა ჩააწე. რა ჩავაწო რა? სად ჩავაწო? ისეთ სიტყვა გააცოცხლეს, რომ ალბათ ღვინჯილი ამაყობს თქვენით, ხო? ნუ კაი. სხვებმაც შეგიძლიათ ესე მიბაძოთ და უშვათ გააქვს შესვენება, გაღლარე კი. ან ჯოხიანი კამფეტი ჩუპსი მოდუდგნე. ნუ სადაც ჩააწე, იქაც მოდუდგნე, რა ვიცი. SMS-ებზე არ მილაპარაკია. 20 იანვარმა მომწერა 21-ში. და რაღაც ფასდაკლება იყო, ნუ, მაგრამ გავიდა უკვე ვერ მიუსწარი რა. კიდე ესენი როგ წერენ გინახავთ ალბათ. 200 ლარი
300 ლარი. ანუ როგორ აიცი? ძალიან უშუალოები არიან და უკვე თვითონ ფული გწერს. ანუ თვითონ ფული გელაპარაკება და ძალიან რთულია ეხა არა იღო, როცა ილია, შოთა, თამარი გწერს, ესეთია რა, ძალიან რთულია რა. და ასე რატო აკეთებენ, იცით, რომ ანუ ეს არის რომ გახსნა რა ეს SMS-ი რა, ყურადღება რომ მიაქციო. ანუ ღვინჯილიას დავესესხები და სწორად გრამატიკული ენით რო ვთქვა, ეს არის მასკიროვკა. ხო, მაგალითად წერს სიყვარული. სიყვარული აწერია, ხსნი და სიყვარული და სიხარული ჩვენს ფილიალებში. რაღაცა ფასდაკლებები. არის კიდე ეს მაგალითად შეიძლება ესეთი მოგივიდეს. ჰე გახსნი და ჰე წავიდა ფასდაკლებები. ან დილით ადრე მოგივიდეს SMS-ი, ადგა. ხსნი და ადგა, აბა ბანკში სესხი აიღო, წავიდა. ან კიდე დედა. და ეხა დედა გწეს მაინც უნდა გახსნა. დედა ეს რა ფასდაკლებებია ჩვენს ფილიალებში. ან კიდე შეგიძლიათ უფრო გათამამდეთ და მაგალითად პიზდეცი ფასდაკლებები ტელევიზორებზე. მოკლედ მე ბევრს არ გავაგრძელებ, დიდხანს აღარ შეგაწყენთ თავს და ძალიან იმატა მიკროსაფინანსოების რიცხვმა რა, კიდე უფრო ბევრი არის. აი წინასწარ დაბსო რომ გამოდი, ხა კიდე ერთი იმდენი დაემატა რა, ეს ჯუმბერი ინვესტი, მანანა მევახშე, მამიდა კრედიტი და ესენი რა. და იცით თქვენ როდემდე არ გაჩერდებით? აი როდემდე არ მოისვენებთ? აი სანამ ქრისტე არ ჩამოვა და არ დაგარბევთ, მანამდე არ მოისვენებთ რა. ძალიან დიდი მადლობა.